ძვირფასო მეგობრებო, ჩვენთან სტუმრად მოვიდნენ დედა და მარიკო ებრალიძესთან ერთად. დიდი მადლობა მომბრძანებისათვის, ქალბატონი ნელი მუმლაძე, ქეთი და მარიკო ებრალიძეები. მადლობა. ძალიან მიხარია რა თქმა უნდა ჩემი სტუმრები რომ ხართ და თქვენს დას და დედას მინდა მიმართო და მადლობა უთხრა რომ მარტო არ გამოუშვით მარიკო ჩემ შოუში. უფროსებთან ერთად კი ბატონო, სამი ქალბატონი მესტუმრა, რომლებიც ძალიან კარგად ბღერიან და თავს ისე გზნობ როგორც საკუთარ ფორტეში. გოგოებთან ერთად. რა. თან რა არის ისე ხა მინდა კითხოთ პირდაპირ, რომელი ქართული მუსიკალური ჯგუფი მოგწონთ და რატომ მაინც და მაინც ფორტე? აი ეგ უნდა მეთქვა ზუსტად. ხო და დაასაბუთეთ ახლა რატომ? ძალიან გვიყვარხართ, ძალიან იმაზე უფრო მეტად პროფესიონალები ხართ, ვიდრე ზოგადად ადამიანებს. ზოგადად შეიძლება ადამიანებს წარმოედგინოთ. გიყვართ საკუთარი საქმე, გიყვართ ქართული მუსიკა, აკეთებთ ამათ ძალიან მაღალ დონეზე და ხალხს ზუსტად იმ ემოციებს ჩუქნით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება მსმენელს. მე მგონი ეს არის თავარი მუსიკოსისთვის. ვერაფერს ვერ დაამატებთ, ხო? არა, დავამატებ იმას, რომ ხარისხიანად აკეთებთ ყველაფერს. აი მე რა უნდა ვთქვა, აღარ ვიცი, ხუმრობა ჩამიგდეთ ფაქტიურად. მე ხა ვიხუმრე და ისეთი კარგი რაღაცები მითხარით, რომ მე უნდა დაგტოვოთ კარგად. დიდი მადლობა. აი მე რა ვქნა, ემოციები ყოველთვის ასე რომ დიდი სიყვარული თქვენ გოგოებს ბატონო ზურაბ. აუცილებლად. კარგით, მაინც თქვენზე ვისაუბროთ, მაინც არა ფორტეზე, მხოლოდ ფორტეზე. ჩვენ აქ მოვედით მხოლოდ ფორტეზე სასაუბრო. კარგით, როგორც გაგიხარდება და ისე ერთმანეთთან სახლში ახლა სიმღერით საუბრობთ ხოლმე ძირითადად თუ მაინც რაღაცა შიგადაშკი საუბარს უურევთ ხოლმე ესე სიტყვას. დაცემინება და მთქნარება ხო სიმღერით გვაქვს უკვე მიხვდით. დაცემით, თქვენი ლეგენდარული დაცემინება საქვეყნოთ არის ცნობილი. უკვე ხო მიხვდით. საუზმე. მოვდივარ ჩვენ მე აქედან და ისე რაიმე რეცეპტი ხომ არ გაქვთ სიმღერით? აუ, ეხლა ჩვენ რომ მოყვეთ ორი კობზი შაქარი. რაც ყველაზე ძალიან უყვარს იმით დაიწყო. ციკვი მარილი. ბევრი შაქარი არა. ციკვი მარილი. კითხები სიმღერებით ხომ არ ჩამოაყენე. სიმღერით ხომ არ შეგაკითხოთ? ეგ არის იმპროვიზაცია, აბარა. სიმღერებით ისინი ეს არ ვარ ეს უკვე ვიხუმრეთ. ფოტოჟურს თვითონ ამბობს რომ ხან ასეთი ვარ და ხან ისეთიო და ქალბატონ ნელისთან დედიკოსთან მინდა გავარკვიო ეს აბა როგორია სინამდვილეში მარიკო? ხან ასეთი ხან ისეთი. აუ დედა ძალიან მიყვარხარ. ქალბატონო ნელი, ახლა თქვენ გითქვათ, მაშინ გადავიდეთ ახლა ხომ შეიძლება კი. ნათქვამი გაქვთ თქვენ რომ სანამ გავთხოვდებოდიო სოლისტი ვიყავიო პირველ ხმაზე ვეროდიო, ქეთი რომ შემეძინაო მეორე ხმაზე გადავედიო, მარიკა რომ გაჩნდაო, ბანზე გადავედიო და მე 4 შვილი მყავს დაბა, იმიტომ ღერი მე 4 ხმას მეც ჩავჭი ბანში. ჩავტოვეს. კი ბატონო და ქეთიზე გადავიდეთ ახლა. ქეთის ვიცი რომ ამ ბევრ ნიჭთან ერთად რომელიც მას მოსდგამს ერთი კარგი ნიჭი აქვს და ბევრისთვის არის უკვე ცნობილი პაროდიის ნიჭი აქვს. აი მე კი არის ხო. დღესაც თუ გამოიყენებთ არის პრობლემა, მაგრამ ზოგადად მაინტერესებს პირველი პროექტი იყო მიმღერე ხო, სადაც მიიღეთ მონაწილეობა და იუმორინას ხომ არ უმიზნებთ? იუმორინაში რატო არა? აჰა, აი. რატო არა? რატომაც არა? კარგია, მთავარია დაგიძახონ. მე გაშლი ფრთებს და უკვე შენს. მარტო ის ფრაზა თქვით რეგეთეთ. აბა დელია, დელია.
აიმე რა მაგარი. არა, აბადელიდელია ერთია, მაგრამ ჭიჭინაძე რო არის გვარად, იცით, ებრალიძე ჭიჭინაძისა. გადახვედი. ჭიჭინაძე მაღაზიაში ვიყავი რაღაცას ყვიდულობდი და უი ჭიჭინაძე ერთი ხალი ჭიჭ მოვიხედი ქალბატონობა როგორ არა ჭიჭინაძე არ ხარ ჭიჭინაძე თქვენ რა იცი ჭიჭინაძე ხარ ვიცი რომ ჭიჭინაძე მე ვიცოდი რომ გვარს იკეთებდნენ რო თხოვდებოდნენ მაგრამ სიმღერის შემდეგ თუ გვარს იცვლიდნენ შენ ეგრეთ მოახერხეთ გადასარევი ამბავია მარიკო ეხლა ისევ შენ დაგიბრუნდები 2014 წელს მიიღე ევროვიზიაზე მონაწილეობა და სახელოვნად გამოხვედი მართლა და გვასახელე კიდევ ერთხელ ჯგუფშინთან ერთად ბატონო ჯგუფშინთან ერთად თქმა უნდა მივესალმოთ ჩვენ ძალიან მაგარი საოცარი ადამიანები და იმ წელს გაიმარჯვა კონჩიტამ და სხვათა შორის ხო კონჩიტა ეხლა აციშვილს აღარ ახსოვს ხო შენ კი ხარ აგერ მოწვეული ზურაშოვის რა თუნდოდა ის ისა ისე აღარ ახსოვთ რა ვეღარ ცნობენ ეხლა იმიდი შეიცვალა კიდეც აუ თან ყველაზე მტკივნეული იყო ის რომ ბოლოს ზუსტად დატოვეს ავსტრია და საქართველო და ისე გვაჩვენებდნენ აი ყველაზე მტკივნეული რაც ისე მახსოვს თორე ის კი არა რომ იპოვნეთ 4 განსხვავება ხო რომ აი ვინ გაიმარჯვებს საქართველო ანუ გამარჯვებაზე არ იყო ფინალში გადასვლაზე იყო და ბოლომდე გვაწყვალეს კადრები ნუ მე რო განმეორებით რომ ვუყურე აი ძალიან გული დამწყდა რომ ჩვენ არა მარტო შენ მთელ საქართველოს დასწაგული ჩემო მარიკო ხშირად გითქვამს რომ ჩემი თმა არის ჩემი სავიზიტო ბარათიო ხო ნამდვილად აი საამაყო თმა თუ არსებობს ესეთი რა ვიცი აპლოდისმენტები მარიკოს მერს თუმცა გვიან მივხვდი ამ თმის ფასს ისე რა მოგიხდებოდა სიმღერა სკოპია ძალიან ყველაზე გუნდასაწყვეტი ის არის რომ ევროვიზიაზე კონჩიტამ თმით მოუგო ჩვენს მარიკოს და არა ხმით აბა ისიც მაგიდა რომ ხმით მოგიგო ჩაცმულობა მოდი ჩაცმულობა იყოს რა თმაც ეხა ბოდიში ერთ-ერთი მე მგონი წვერით მოგიგო რაშიც ვერ გაყევი წვერი იყო ნამდვილად მოდი მაშინ იმასაც შეგეკითხები ვიღაცა ბოროტი ენები ამბობდნენ რომ ძალიან ფიცხი და ფეთხებადი ხასიათი აქვს და არანაირი მსგავსი მე არ შემიჩნევია შენთვის არასდროს საიდან ვინ თქვა რომ მე საიდან მოიტანე კაცო ეგ რომ მე ვარ ფიცხი არა უკან იმას არა ამოჭერეთ ამოჭერით ეს ძალიან გთხოვთ თელგადაცემას ამოვჭრით ეხა ეს იმენა იქნება იმაში რა ქვია ქუჩში და ვიღაცას ქუჩში თავი ქუჩში გაქვს თავი ქუჩში კი ბატონო მაგრამ რა არის იცი ეხა მაინც აეროპორტში აი იმის გავლისას რა ქვია საპასპორტო რეჟიმის ტერმინალი მაქსიტყვევს ნუ ფიცხი და ფეთქებადი ვარო ნუ იწვე მაინც თუ არაფერი გაქვთ ესე იგი სათქმელი სხვა რაღაცა ამბები მოსაყოლი მე მინდა მაინც ის სანამ გაფიცხდება ხო თორე საკმაოდ ისეთი სიგნალი იყო გამოშვებული ვინ ბიჭო ისე წამოვიდა რომ კი ბატონო ხალბატონონელი თქვენ ამბობთ ამ ბოლო დროს რომ ისე მომეწონა ტელევიზიებში სიარულიო რომ დაპატიჟებაც არ მჭირდება ისე მივდივარ ჩემითაცო რა და ერთი თხოვნა მაქვს აი როდესაც მობზანდებით ჩვენთან მიუხედავად იმისა რომ დაპატიჟება არ გჭირდებათ ყოველთვის ღია არის ჩვენი კარი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის რა თქმა უნდა უბრალოდ ხანდახან თითო სიმღერა წამოიღეთ ხოლმე რომ წამოხვალთ წამოვიღეთ უკვე აბა მითხრა გადასარევი ამბავია ვითომ არ ვიცოდი მაგრამ რო გითხრათ მაგრამ არ იცოდი მინდა გითხრა რა სიმღერა არის აი არ იცოდი არის სიმღერა რომელიც არ გაჟღერებულა ჯერ არის აფხაზური აფხაზეთი ყველას ტკივილია ჩვენი ყველას ტკივილია აფხაზეთი და განსაკუთრებით ჩემი იმიტომ რომ ნათესავები მყავდა იქ და ყოველ ზაფხულს 3 თვე ვატარებდი ზღვაზე სოხუმში და ეს არის აფხაზური სიმღერა სიყვარულზე
ძალიან ლამაზი და გემრიელი სიმღერა. და მე სიყვარულები ისე რომ პირველად მღერით თქვენს ტელევიზიაში. უმეცი მადლობა და ძალიან კარგი. შენს გადაცემაში. კი ბატონო და ამ სიმღერით ვეფერებით ჩვენს აფხაზ მეგობრებს. აფხაზ მეგობრებს. უმეცი მადლობა და სიამოვნებით მოგისმენთ. მე ოსურს ვისწავლი. და ოს ძმებს მივუძღვნი კიდე. აუცილებლად. კი ბატონო, ისე ბევრი ტერიტორია გვაქვს დასაბრუნებელი. ასე თუ მივყევით. სიმღერი დავიბრუნოთ ჯობია. ისედაც ასეა ნამდვილად. სიმღერით უნდა დავიბრუნოთ და სიყვარულით იმ ადამიანების გულები, ვინც დღეს სამწუხაროდ ჩვენთან ერთად არ ცხოვრობენ, მაგრამ აუცილებლად გამოსწორდება ეს მდგომარეობა. გისმენთ მთელი გულითა და სულით. მადლობა. ამიას ისკინ ხარას დაგაშა ბაბახიურიაცო ამრეიგი დიუზიზიმ კვაშაშა აჰომი ვისკაო ვაი სულაშარა ვაი სუბლეგვარა ბაბომის ყვაზიძო ვაი სულაშარა ვაი სუბლეგვარა ბაბომის ყვაზიძო Сискил вам рацара, ашеса южджако Уцва салоцу мапсара, ахоми вискао Вай сулашара, вай сублейквара, ахоми сквазидзо Вай сулашара, вай сублейквара Дагаша бабахиурიაცო უცვა სალოცუ მამსარა ჰაჰომი ვისკაო ვაი სულაშარა ვაი სულეკვარა ბაბომის ყვაზიძო ვაი სულაშარა ვაი სულეკვარა ბაბომის ყვაზიძო ოჯახი კალბატონი ნელი მურაძე ქეთი და მარიკო ებრალიძეები